წინა ვიდეოში ვისაუბრე რამოდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაზე, რომელიც ბრძოლებიც მიმდინარეობს საქართველოს და განსაკუთრებულად ეთნიკურად ქართველთა მიმართებაში. ეს ბრძოლები გახლავთ რა თქმა უნდა ქართველების ჩანაცვლება სხვა ქვეყნის და ერის წარმომადგენლებით, ასევე ნარკოდამოკიდებულების გაზრდა მომავალთაობებში, რომ ბრძოლის უნარიანი თაობა არ აღიზარდოს. ამავდროულად ბიოლოგიური ომი, რომელიც პროდუქციასაც ისეთ პროდუქციას მივირთმევთ, რომ ჯანმრთელობას ვიზიანებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოში. ეს ბრძოლა გახლავთ საინფორმაციო ბრძოლა. თავად იოზეფ გებელსიც კი ამბობდა, მომეთით მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და მე მთელი ერთ ზღურების კოლტად ვაქცევ. მე კი გეტყვით, ზღურების კოლტამდე არც თუ ისე ბევრი გვიკლია, გურწფელები ვიყავთ, მაგრამ მოწესრიგებული მონები ნამდვილად ვართ და ზუსტადაც რომ საინფორმაციო ველიში უნდა ვიყოთ ყოველთვის ძლიერები. ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად ახლა ვინც მიცნობთ, გამომიწევთ ყველა პლატფორმაზე, ჩაწერეთ ჩემი სახე და გვარი და გამომიწევთ ყველა პლატფორმაზე. ყველგან ვიბლოკები. და ვისაც შეგიძლიათ კიდე გურწფელად გეტყვით რა დონაცია გაკეთებული მაქვს და დამეხმარეთ რომ ვიყურებდიო. კარგი თუ არა ნორმალური აპარატურა, რომ უფრო მეტი შევძლო საინფორმაციო ველის გასარღვევად. რომ საინფორმაციო ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი რა, იმ ახლა მოწესრიგებული მონები ვართ რა და ყველა ტელევიზია, არსებული ტელევიზიები, ყველა არსებული ტელევიზია გახლავთ პარტიული ტელევიზიები. მხოლოდ პოლიტიკურ თემებში, პოლიტიკურ დივიდენდებს იწერენ. და მნიშვნელოვან პრობლემებზე შეიძლება აქა-იქ 1%-საც თუნდაც არ საუბრობენ. ამიტომაც აგერო არ ადამიანი და მადლობა ღმერთს რომ ერთადერთი არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად ვარ, ვინც ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, სიმართლეს ვემსახურები და ვცდილობ გამოგაღვიძოთ ეს ერი. ვიბრძოლო ამ ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობისათვის და გთხოვთ, დამიდექით ხარში ამ საინფორმაციო ომის მოსაგებად ჭირდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი აპარატურა, რომ შევძლო და გურწფელი ვიქნები. ეს თუ შევძელი, ყველა საინფორმაციო ომს მოვიგებთ და მხოლოდ რაც შემიძლია დაგკვირდეთ, ყველგან ვნახავთ სამართლიანს და არავის ინტერესს არ გავატარებ და ჩემი ერთადერთი ინტერესი იქნება ამ ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა და ეროვნული დღის წესრიგი. მადლობა ყურადღებისთვის.